ჯერ გვაქვს პასუხისმგებლობა და მე გვაქვს უფლებები. ჩვენ ახლა ძალიან ხშირად ვსაუბრობთ უფლებებზე, მაგრამ უფლება არ არის მთავარი. მთავარი არის პასუხისმგებლობა. მთავარია ჩვენი მოვალეობა. და უფლება იმისთვის არის საჭირო, რომ მოვალეობა შეასრულო. მე აქ დიდი ჩაქუჩი მაქვს გაკეთებული. ჩაქუჩი. გინახიათ ეგ ჩაქუჩი? ნიკო, გამოგიტანე ეს ჩაქუჩი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ჩაქუჩი. უფლება არის როგორც ინსტრუმენტი. დავუშვათ ჩვენ თუ აი პაწაწკინტელა გოზდი ლურს წამოიღენ. არა გაჩვენოთ უბრალოდ იქნებ უფრო კარგად დაგამახსოვ. ეს საგანგებოდ იმისთვის შევქმენით, რომ ეს გეთქვა, რასაც ახლა გეტყვით. აი, აბა კარგად დააკვირდით. თან დაიჭირე ხელი მოკიდე, რომ უფრო კარგად დაგამახსოვდე. ეხლა მაგალითად, თუ აი ამ ხელა პატარა ლურსმანი მოგცეს დასაჭედებლად. ამ ხელა ჩაქუჩს მოგცემე, არ მოგცემე. ეს არ გჭირდება, უფრო პატარა ჩაქუჩს მოგცემე. ანუ ის ლურსმანი ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ის დავაჭედოთ. შესაბამისად პატარა ჩაქუჩს მოგცემე. თუ დიდ საქმეზე დაგადგინეს, რომ დიდი ლურსმანი გაქვს დასაჭედებელი, დიდ უფლებასაც მოგცემ. ეს უფლება, ეს ჩვენი პასუხისმგებლობა, ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ დავაჭედოთ, მაგრამ ეს გჭირდება. ამ ხელა ლურსმანს პატარა ჩაქუჩი ვერ დააჭედებს, ხო მართალი? შენ თუ დირექტორად დაგადგენე, უფლებებს მოგიმატებენ. დიდ ჩაქუჩს მოგცემენ, მაგრამ იმის გამო კი არა, რომ ამითი ხალხს დაერიო. ეს უფლება იმიტომ არა გაქვს, რომ ხალხს დაერიო. ეს უფლება იმიტომ გაქვს, რომ აი ეს საქმე რაც დაგავალეს, შეასრულო. ანუ იზრუნო. იმ ხალხზე იზრუნო, ვიზედაც დაგადგინეს. სკოლის დირექტორი ხარ, სკოლაზე იზრუნო. სოფლის თავმჯდომარე ხარ, სოფელზე იზრუნო. შენი რაიონის უფროსი ხარ, შენს რაიონზე თუ რეგიონზე იზრუნო, სადაც დაგადგენეს, შენს ქვეყანაზე იზრუნო. შენს კლასზე იზრუნო. ნებისმიერ. ხوار გეშინია. ხოდა. ხომ მიხდით ეს ჩაქუჩი რატომაც არის? ამ ჩაქუჩს ქვია უფლება. ეს ინსტრუმენტი თავარი ადამიანმა თავისი უფლებები სწორად გამოიყენოს. აი, მე ჩვენ რო ვამბობთ თანამდებობა. რა არის თანამდებობა? თანამდები ვინ არის? მამოჩვენო ხო ყველა მიცით. რა არის თანანადები ან თანამდები ვინ არის? ან რა არის? თანამდები არის მოვალე. თანანადები არის ვალე. თანამდებობა რა იქნება? მოვალეობა. აი მე დიდ თანამდებობაზე დამადგინეს და მიხარია რა მაგარია. ესე იგი დიდ მოვალეობაზე დამადგინეს. გესმით რა, აი ჩვენ ესე უნდა შევხედოთ. მე თუ დიდ თანამდებობაზე დამადგინეს, ესე იგი დიდ მოვალეობაზე დამადგინეს. და იმ მოვალეობის შესასრულებლად მე მჭირდება უფლება. მე კარი რომ დგას კარებში, იმას აქვს უფლება ხელით შეეხოს ბურთს, ხო მართალია? და იმიტომ ხო არა, რომ ის სხვაზე უკეთესი ბიჭია და მაგიტომ. არამედ კარის დაცვის, შრალად დაცვის საქმეში მას უფრო მეტი მოვალეობა აქვს. ამიტომაც მისცეს უფლება, რომ ხელი შეახოს ბურთს. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ეს სხვაზე უპირატეს ხდის მე კარის, არა, უბრალოდ ეს მას ეს მოვალეობა შეხვდა, მეტი არაფერი. ეს ამისთვის უნდა გამოიყენო.